რატომ არის ირანის ომზე მეინსტრიმ მედიაში არსებული კომენტარების უმეტესობა ასე მცდარი? უმეტესობისთვის, ვინც ამ თემაზე საუბრობს, უცოდინრობა, იდეოლოგია და პარტიულობა ფაქტებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიახუს გადაწყვეტილებებს. გამოიყენოს სამხედრო ძალა თეირანის მიერ ბირთვული იარავის შექმნაზე მუშაობის, სასიკვდილო რაკეტების აგებისა და ტერორიზმის ახლო აღმოსავლეთს და დანარჩენ მსოფლიოში გავრცელების შესაჩერებლად. ისინი იმდენად ჩარჩენილნი არიან თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციის აზროვნებაში, რომ უჩევნიათ მსოფლიოს წამყვანმა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორმა, ისლამისტურმა რეჟიმმა, რომელიც დასავლეთის განადგურებაზეა ორიენტირებული, ომი მოიგოს, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გაიმარჯვონ. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ლიდერს დაუმსახურონ აღიარება სწორი საქციელისთვის. შემდეგ, გადაცემა Think Twice-ში ანალიტიკოს მაიკლ დურანთან ერთად დეტალურად ნამიხილავთ ირანის ომთან დაკავშირებულ 7 ყველაზე შეცდომაში შემყვან მითს. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემა Think Twice-ში. რაც შეეხება მეინსტრიმ მედიას, საგარეო პოლიტიკის establishments და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ოპონენტებს, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანთან წარმოებული ომი სრული კატასტროფა იყო. მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა შენარჩუნდება თუ არა მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა, ან წარმატებით დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები თეირანთან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მისი ბირთვული პროგრამის, რაკეტების წარმოებისა და ტერორიზმის შეწყვეტაზე, ასევე ჰორმუზის სრუტიდან ნაოსნობისა და ნავთობის თავისუფალი გადაადგილების უფლების უფლებაზე, დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევით. ასევე ვერ ვიქნებით დარწმუნებული, გამოიწევს თუ არა ბოლო მოვლენები რაიმე ფორმით ისლამისტური რეჟიმის დასრულებას, ან მის გარდაქმნას ისეთ რეჟიმად, რომელიც აღარ ჩაგრავს საკუთარ ხალხს და აღარ ხოცავს 10,000-ობით ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი რაც ვიცით ამ ტირანული რეჟიმის 87 წლიანი ჯიხადის და არასწორი მმართველობის შესახებ, გვიჩვენებს, რომ მას ცვლილების უნარი არ აქვს. იმ გზით, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სულელურად ელოდა, რომ რეჟიმი მსოფლიოსთან ურთიერთობას მოაწესრიგებდა. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით ის არის, რომ კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებული და ნათქვამი უმეტესობა ეფუძნება მითებს ახლო აღმოსავლეთსა და ირანზე, რომლებიც კრიტიკოსების პოზიციის გასამყარებლად გამოიყენება. ეს კრიტიკოსები არა მხოლოდ მუდმივად სათანადოდ ღერაფასებენ დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიახუს სტრატეგიულ აზროვნებასა და წინდახედულობას ირანის საფრთხის ბუნების მიმართ, არამედ ისინი განუყოფლად არიან დაკავშირებულნი რწმენასთან, რომ ეს ორი ადამიანი ძალიან ცუდია. რომ განათლებულ ადამიანებს მოეთხოვებათ ირანის გამარჯვებას მხარი დაუჭირონ ამ ომში ერთი გზით ან მეორეთი, ვიდრე მისცენ ტრამპსა და ნეთანიახუს ის დამსახურება, რაც ეკუთვნით იმისთვის, რომ ქოდათ გამბედაობა გაეკეთებინათ საჭირო ნაბიჯები დასავლეთის დასაცავად და ისლამისტური რეჟიმისგან მომდინარე საფრთხის დასასრულებლად. ერთი ადამიანი, რომელსაც მტკიცედ ესმის, რა ზიანს აკენებს ეს მითები ჩვენ საზოგადოებრივ დისკურსს და ვაშინგტონისა და იერუსალიმის შესაძლებლობას გააგრძელონ ბრძოლა, არის სტრატეგიული ანალიტიკოსი მაიკლ დურანი. და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს ისევ ჩვენთან არის, რათა ამ თემაზე ვისაუბროთ. მაიკლ დურანი არის უფროსი მკვლევარი და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი ჰადსონის ინსტიტუტში. ის სპეციალიზირდება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებში და თანაწამყვანია პოდკასტის Israel Update. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ის მუშაობდა თეთრ სახლში, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი და შემდეგ თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე. მისი წიგნი I Gamble სუეცის კრიზისის შესახებ გამოიცა 2016 წელს. ის ხშირად ჩნდება ტელევიზიაში და ფართოდ იბეჭდება კომენტარისა და მოზაიკში, Wall Street Journal-ში, Washington Post-სა და New York Times-ში. მაიკლ დურანი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Think Twice-ში. გამარჯობა, მიხარია აქ ყოფნა. მაიკ, დიდი მადლობა, რომ ისევ გამონახეთ დრო და შემოგვიერთდი. Thank you so much. დავიწყებ იმით, რომ კითხავ შენს ბოლო სტატიაზე თაბლეტში, ირანის ომთან დაკავშირებულ 7 მითზე. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგიძლია ჯერ გითხრა, ფიქრობ თუ არა, რომ ირანთან მოლაპარაკებების კარგი შედეგი საერთოდ შესაძლებელია? არის თუ არა რეალური შანსი, რომ ირანი უარს იტყვის ბირთვულ მასალაზე და ურანის გამდიდრების უფლებაზე, გახსნის სრუტეებს, შეცვეთს ტერორიზმის მხარდაჭერას და უარს იტყვის თავის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე, ან თუნდაც შეცვეთს საკუთარი ხალხის დევნას? თუ ვაშინგტონის წინაშე არსებული არჩევანი ისაა, როგორც ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ან უნდა გააგრძელოს ომი რეჟიმის შეცვლამდე, ან შეწყვიტოს ომი ისე, რომ მისი ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს. რა რთული კითხვა ეს?
მე ვფიქრობ, რომ ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი გავს 1991 წლის ერაყის ომის შედეგს. ჩვენ გვყავს დაჭრილი, მაგრამ ძლიერად დასუსტებული რეჟიმი, რომელიც ძლივს მიათრევს თავს. თეირანში, რომელსაც კვლავაც უწესდება სანქციების რეჟიმი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სავარაუდო შედეგი. Whether that will მაინც ბოლომდე ნათელი არ არის ჩემთვის, იქნება თუ არა რაიმე სახის დროებითი შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და თეირანს შორის. ამიტომ ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა სცენარებზე. აქ ძალიან ბევრი ცვლადია, რა უნდა დონალდ ტრამპს, რა სურთ ირანელებს. მაგრამ ისინი არ აპირებენ კაპიტულაციას იმ გაგებით, რომ იცით, უპირობო დანებება, როგორც მეორე მსოფლიო ომში იყო. ეს არ მოხდება. შეიძლება რაღაცა ქცევა შეიცვალოს, მაგრამ ამ რეჟიმთან დაძაბულობა მომავალშიც გაგრძელდება. გმადლობთ, რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ, Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააწკაპუნოთ ზარზე შეთხობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე Think Twice-ის გარდა არსებობს ჯონათან ტობინის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლეს და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ყოველდღიურ გადაცემას ჯონათან ტობინ დეილის სახელით იპოვით JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. მართალია, და მგონი შემდეგი კითხვა ასეთია, რაც შეეხება ტრამპს, ანუ რა არის მისი, როგორ ვთქვათ, რა არის მისი წითელი ხაზები? მისი კრიტიკოსები ყოველთვის ამბობენ, რომ ის უკან დაიხევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც აგრძელებს. ჩვენ ხომ არ ვაფასებდით მას ნაკლებად. დიახ, ნამდვილად, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად ნაკლებად აფასებდნენ. გულისხმობ იმას, რომ მან ამ ომში ბევრი პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფიქრობს, ასე სწორია. ყველა ეს საუბარი შუალედურ არჩევნებზე და სხვა გათვლებზე, რომლებიც თითქოს მას აწუხებს, მე ამის ბევრი მტკიცებულება არ მაქვს ნანახი. ის ისევ და ისევ იმეორებს. ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. რატომ ვერ ხვდებით ამას მით ამას? ვფიქრობ, ეს მისთვის ნომერ პირველი საკითხია. არ ვფიქრობ, რომ ამაზე ზედმეტად ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ. ბევრი რამ არის, რაც მის პოლიტიკაში ან მის წითელ ხაზებში არ მესმის. ბევრი უცნობია. ვფიქრობ, თვითონაც შეიძლება ბოლომდე არ იყოს დარწმუნებული, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალში, მაგრამ აშკარაა, რომ არ უნდა ირანს კონდეს ბირთვული იარაღი. ეს უკვე ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. ხო. ჩვენ ორივემ და სხვებმა წაღვნიშნეთ, რომ New York Times-ის Tom Friedman-მა ხმამაღლა თქვა ის, რასაც სხვები ჩუმად ფიქრობდნენ. როცა თქვა, რომ აშკარად ირანს გულშემატკივრობდა, რადგან სძულდა ტრამპი და ნეთანიაჰუ. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ. უნდა გადაუხადოთ მადლობა Tom Friedman-ს. ჩვენ ისედაც ვიცოდით ეს, მაგრამ მაინც მადლობა. Tom. რომ ასე ნათლად აგვიხსნა. ხო, მეც ასე ვიქცენი. მაგრამ შეგიძლია ახსნა, რატომ არიან ფრიდმანი და ლიბერალური მედიისა და საგარეო პოლიტიკის დანარჩენი წარმომადგენლები ასე ერთგუნი იმაზე, რასაც შენ სწორად უწოდე, მათი ეგრეთ წოდებული რეალიზმის ფარსი. მაგალითად, ისეთი იდეებით თითქოს სამხედრო გზით ვერაფერი გვარდება. დიპლომატია თავისთავად მნიშვნელოვანია და რეგიონული სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ აშშ-მ ისრაელი მიატოვოს. იცი, ეს მათი დოგმაა, მაგრამ ობიექტურად არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ეს ყველაფერი მართალია. ვფიქრობ, ცოტაოდენი დაფასება მაინც უნდა მივცეთ მათ. or you're like არ ვფიქრობ, რომ ეს სუფთა ფარისევლობაა, რასაც ისინი ამბობენ, ან არაკეთილსინდისიერება. მათ თავში ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო რამეები უჭირავთ. და ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათსა და ტრამპს შორის თეოლოგიური განხეთქილებაა. ტრამპი მათთვის თეოლოგიურად შეურაცხყოფელია. და როგორც ის ევროპელებისთვის თეოლოგიურად შეურაცხყოფელია, ტრამპის სამყაროს სრულიად განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე ისინი ფიქრობენ. ესე რომ, როცა ისინი ამბობენ, რომ ის რასისტია, ფაშისტია, ავტორიტარია, ისინი ამას ნამდვილად უჯერებენ. რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი აზრით ამის ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს, ან თითქმის არ არსებობს. ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ მათ მანიპულაცია მოახდინეს.
მთავრობის ინსტიტუტები და მთავრობის სამართლებრივი აპარატი გამოიყენეს, რათა მის წინააღმდეგ ემოქმედათ ისე, როგორც არ იყო დემოკრატიული, არამედ ავტორიტარული. ჩემთვის ეს ბევრად უფრო ძლიერი არგუმენტია. ანუ, ჩემთვის ეს თავისთავად ნათელია და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი ამას ვერ ხედავენ და სჯერათ, რომ მართალნი არიან, რადგან არ სურთ, რომ მსოფლიო იმ წესებით იმოქმედოს, როგორითაც დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მოქმედებს. ხო, უბრალოდ მათთვის ამას აზრი აღარ აქვს. ან კიდევ უარესი, სადღაც გრძნობენ, რომ თუ ამას აზრი აქვს, თუ ის შეძლებს ამ წესებით მოქმედებას, მაშინ ყველაფერი, რასაც ისინი სწამდათ, მცდარია და ამას ვერ დაუშვებენ. ამიტომაც იბრძვიან ამისთვის, იბრძვიან ამ სოფლმხედველობისთვის, იმ გაგებისთვის, რომ ისინი მართალი ადამიანები არიან, რომლებიც უკეთესი სამყაროს აშენებას ცდილობენ. ეს ყველაფერი მათი უკეთესი სამყაროს ოცნება. მათი ოცნება, ისინი გარკვეულ დონეზე უტოპისტები არიან და სჯერათ, რომ ისინი მორალურად განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც უტოპიას აშენებენ და ის ხელს უშლის მათ. ხელს უშლის ამ ყველაფერს. ეს უფრო ღრმა ფილოსოფიურ დონეზეა. Tom Friedman-ი თუ მასთან ერთად ვისხდებოდით და ავაზდავლევდით, იფიქრებდა, რომ რეალისტია, მაგრამ ასე არ არის. დიახ, ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგი ხედვაა. ეს თითქმის თეოლოგიურ დონეზეა. თქვენ დაწერეთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Tablet-ში, ირანის ომთან დაკავშირებულ 7 მითზე. და პირველი მათგანი ისაა, რომ ეს იყო არჩევანის ომი, რასაც დემოკრატები და მათი მედიის მხარდამჭერები მოცემულობად მიიჩნევენ. რატომ ცდებიან ისინი ამაში? ისინი ცდებიან ამაში. იმიტომ რომ ირანი აგროვებდა უზარმაზარ სარაკეტო არსენალს, რომელიც მისცემდა საშუალებას, რომ აღეკვეთა, ან შეეჩერებინა ნებისმიერი თავდასხმა მის ბირთვულ პროგრამაზე. და ამავე დროს ისინი მიიწევდნენ ბირთვული იარაღის შექმნისკენ. ამგვარად ბირთვული იარაღის პროგრამას იცავდა ეს უზარმაზარი ბალისტიკური სარაკეტო არსენალი. გასული წლის ივნისში ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს, ვფიქრობ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩათვალა, რომ ირანის ხელმძღვანელობა საჩვენა მზად იყო მოქმედებისთვის. მან აჩვენა, რომ ჰქონდა მოქმედების უნარი. და მან იფიქრა, რომ ეს მათ დაარბილებდა და ისინი ბირთვულ საკითხზე მასთან მოლაპარაკებით შეთანხმებას მიაღწევდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად მათ კიდევ უფრო გაამკაცრეს პოზიცია. ხამენეიმ პროგრამა კიდევ უფრო გააძლიერა და აპირებდა მისი იმუნიტეტის ზონაში გადატანას, სადაც პროგრამაზე თავდასხმის ფასი ძალიან მაღალი იქნებოდა. რაკეტებისა და დრონების გამო ეს ქმედება ახლა უნდა განხორციელებულიყო. ხო, და მაინც ტრამპის კრიტიკოსები ისე იქცევიან, თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა. თითქოს ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო. და მგონი ეს გადაგვიყვანს შენს მეორე მითზე, რაზეც წერს. ეს არის რწმენა, რომ ობამას ბირთვული შეთანხმება JCPOA მუშაობდა მანამდე, სანამ ტრამპმა ის არ გააუქმა. რა შედეგები იქნებოდა ტრამპს, რომ მოესმინა ისტებლიშმენტისთვის 2018 წელს და შეთანხმება ძალაში დაეტოვებინა? კარგი, ის იდეა, რომ JCPOA იყო გამოსავალი, ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რაც ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ცდარია, რადგან არსებობს იმუნიტეტის ზონის საკითხი, რომელიც რაკეტებისა და დრონებისგან მოდის. JCPOA-მ გაცვალა დროებითი, ძალიან დროებითი და ადვილად გასაუქმებელი შეზღუდვები გამდიდრებული ურანის მარაგებზე და გამდიდრების დონეებზე. ამის სანაცვლოდ მიიღეს მასიური სანქციების შემსუბუქება და ირანელებმა სანქციების შემსუბუქებით ისარგებლეს, რათა გაეზარდათ მათი დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების ძალა და შეექმნათ ეს იმუნიტეტის ზონა. და მათ გააძლიერეს თავიანთი პროქსი ძალები, რათა შეექმნათ ეს წინააღმდეგობის ღერძი მთელ რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის განადგურებას და შეერთებული შტატების რეგიონიდან გაძევებას. ისინი ამაზე საკმაოდ ღიად საუბრობენ, ამას საერთოდ არ მალავენ. ამიტომ უნდა დავინახოთ, რომ ეს იდეა მივიღოთ დროებითი და შექცევადი შეზღუდვები ურანზე, რათა მათ შეძლონ დანარჩენი ამ მანქანის გაძლიერება, უბრალოდ მოთხოვებაა. დიახ, და ვფიქრობ, რომ დროებითი ნაწილი მართლაც მნიშვნელოვანია. რადგან ბირთვული შეთანხმების ვადის გასვლის მუხლები 2020-იანი წლების ბოლოსთვის დაასრულებდა მას. და მისცემდა მათ გზას ლეგალური ბირთვული ბომბისკენ, რომელსაც ისინი თითქმის უეჭველად დაადგებოდნენ. და მაინც, როცა უსმენთ Ben Rhodes და ობამას გუნდის დანარჩენ წევრებს, თითქოს ეს ყველაფერი არც მომხდარა.
მათ აქვთ თავიანთი ნარატივი და მასვე მიყვებიან. თუ ისინი აღიარებენ, რომ ეს არჩევითი ომი არ არის და აღიარებენ, რომ დრონები, ბალისტიკური რაკეტები, ფთოსანი რაკეტები და პროქსი ძალები პრობლემის დიდი ნაწილია, მაშინ ისინი თავს გაიცემენ, ასე რომ ამას ვერ აღიარებენ. ხო და სწორედ ესაა მთავარი. ანუ ობამა ფიქრობდა, რომ ირანს მისცა გზა, რომ სოფლიოსთან ურთიერთობა დაელაგებინა, როგორც თავად ამბობდა. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ირანს არასდროს ჰქონია სურვილი, რომ სოფლიოსთან ურთიერთობა დაელაგებინა. და კითხვა ისაა, რა იყო ბირთვული შეთანხმების ნამდვილი მიზანი? და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ჯერა, რომ ეს იყო დაახლოება არა მხოლოდ ირანთან, არამედ ამერიკის სტრატეგიული ბალანსის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში, ისრაელისა და საუდის არაბეთისგან ირანისკენ. ვფიქრობ, ეს ობიექტურად ასე იყო. მინიმუმ, იონათან, მინიმუმ. მან შეერთებული შტატები საუდის არაბეთისა და ისრაელისგან ირანისკენ გადაადგილა. ასე რომ შეერთებული შტატები აღარ იყო კოალიციის ლიდერი, რომელიც ირანის შეკავებასა და მისთვის ბირთვული იარაღის შეძენის აღკვეთას ისახავდა მიზნად. ამის ნაცვლად ის გახდა შუამავალი ერთ მხარეს ისრაელსა და საუდის არაბეთს, ხოლო მეორე მხარეს ირანს შორის. ეს მინიმუმია. მაგრამ ამავდროულად შეერთებული შტატები აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ უნდა შეეჩერებინა მოკავშირეები, მაშინ როცა ირანი არანაირ შეზღუდვას არ აწესებდა თავის რეგიონულ პროქსებზე. ესე რომ ობიექტურად ეს ირანს მოკავშირეებზე მაღლა აყენებდა. კარგი, მე ეს არ ვიცი. ჩვენ ალბათ ვერასდროს გავიგებთ ზუსტად რას ფიქრობდნენ პრეზიდენტი ობამა და მისი ყველაზე მაღალი რანგი მრჩევლები, როცა ამას აკეთებდნენ. მაგრამ ობიექტურად სწორედ ამას აკეთებდნენ. მე ვფიქრობ, სინამდვილეში პრეზიდენტი ობამა ძალიან ჭკვიანი კაცია. ეს ძალიან ნათლად ჩანს. მე ვფიქრობ, რომ მან გაიგო, რომ თუ უნდა დავნიძლავდე, მან გაიგო, რომ ის გარიგებას დებდა ირანის რევოლუციურ გვარდიასთან. ეს გარიგება არ იყო. იცი, იყო მთელი ეს აურზაური ზომიერების ექსტრემისტებზე წინ დაყენებაზე და ამ ყველაფერზე. ზოგი ადამიანი ობამას გარშემო ნამდვილად ასე ფიქრობდა. ყველა ევროპელი ამას ან ნამდვილად თბილად ფიქრობდა, ან ამბობდა, რომ ფიქრობდა, რაც თითქმის ერთი და იგივეა. მაგრამ მე ვფიქრობ, ობამამ იცოდა, რომ ის გარიგებას დებდა ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და მიზანი იყო შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთიდან გამოყვანა. მე ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად სურდა მეტი ყურადღება მიექცია აღმოსავლეთ აზიისთვის და ის კმაყოფილი იყო იმით, რომ ამ პროცესში ირანი გაძლიერებულიყო. მას ეგონა, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი რამ იყო. ხო, და მგონი ეს გადადის იმ მითზე, რომელზეც თქვენ დაწერეთ, ანუ იმ აზრზე, რომ დონალდ ტრამპმა გააუქმა ის პროგრესი, რაც ჯო ბაიდენმა მიაღწია ამერიკის ახლო აღმოსავლეთის ომებიდან გამოყვანით. როცა ბაიდენზე ფიქრობთ ახლო აღმოსავლეთში, გახსენდებათ ავღანეთში მომხდარი კატასტროფა და ყველაფერი, რაც 7 ოქტომბერს დაინგრა. მართლა სჯერათ ობამა ბაიდენის ყოფილი ადმინისტრაციის წევრებს, რომ ტრამპს მშვიდობა და სტაბილურობა დაუტოვეს? მე მჯერა, რომ მათ ასე ფიქრობენ. მრავალ მათგანს ასე ეგონა. Their კიდევ ერთხელ ეს თითქოს უბრუნდება ამ თეოლოგიურ კითხვას. question, ისინი მტკიცედ სამდათ, რომ შეერთებული შტატების ირანსა და ისრაელს შორის შუამავლის პოზიციაში დაყენებით ისინი ამცირებდნენ რეგიონში ქაოსს. ესე რომ ისინი ადრე ესე ფიქრობდნენ, გახსოვთ იყო ეს საგარეო პოლიტიკაზე სტატია ჯეიკ სალივანის მიერ გამოქვეყნებული. ძირითადად ის მოხდა გამომწერების საფოსტო ყუთებში 2023 წლის 7 ოქტომბერს, ან შეიძლება 6 ოქტომბერს, სადაც მან თქვა, ჩვენ გვქონდა ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი ახლო აღმოსავლეთში 100 წლეულების განმავლობაში. და როცა ეს დაწერა, ის ფიქრობდა ორ რამეზე. ობათ სამზე შეიძლება. მაგრამ ერთ-ერთი იყო საუდის არაბეთისა და ხუთების ზავი, რომელიც მათი იმედით მშვიდობის შეთანხმებისკენ მიდიოდა. და ეხლა ჯეიკ სალივანმა ეს სტატიაში არ თქვა, მაგრამ მათ გონებაში ის იყო, რომ ისინი ირანთან ამ შეთანხმებას აწყობდნენ. ამიტომ ირანთან არსებული არხების წყალობით
მათ შეძლეს ჰუთების ამბიციების შეჩერება და შეკავება. და შემდეგ ამერიკელებმა საუდელები მიიყვანეს და ჩვენი მშვიდობისკენ მივდიოდით. მეორე რამ, რაც მათ გააკეთეს, იყო ისრაელსა და ჰეზბოლას, ანუ ისრაელ-ლიბანის საზღვრის შეთანხმების მედიაცია, რაც მათი აზრით დიპლომატიური გახსნის ნაყოფი იყო თეირანის მიმართ. და ამიტომ, როდესაც 7 ოქტომბერი დადგა, მათ ეს ასე განსაზღვრეს და ამას გარკვეული საფუძველიც ჰქონდა. მათ ეს განსაზღვრეს როგორც ჰამასის ინიციატივა, რომელიც ხელს უშლიდა რეგიონულ დაახლოებას, რომელშიც ისინი ირანთან იყვნენ ჩართული. და მათი დაუყოვნებელი რეაქცია იყო თეირანთან ურთიერთობის შენარჩუნება, რათა ირანელებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის მოწყობის საქმეს დაბრუნებოდნენ. ეხლა ისეთი ადამიანები, როგორიც შენ და მე ვართ, უყურებთ ჰამასის თავდასხმას და ჰამასის უკან ირანს ვხედავთ. და ჰეზბოლას ვხედავთ ჰამასის უკან. და ჰეზბოლამ ცეცხლი გახსნა მერვეს. და ჰუთები რამდენიმე კვირის შემდეგ ჩაერთნენ. და შემდეგ ირანელებმა შეერთებულ შტატებს დაემუქრნენ, რომ თუ ისრაელს არ შეეჩერებდნენ, ცეცხლში დაიწვებოდა. და შემდეგ ერაყელი პროქსები ჩაერთნენ და ამერიკელებზე თავდასხმები დაიწყეს. ჰუთებმა ამერიკელებზე თავდასხმა განახორციელეს. ასობით თავდასხმა მოხდა ამერიკელებზე. მაგრამ ისინი კვლავ საუბრობენ ამ პერიოდზე, როგორც იმაზე, რასაც ფიქრობდნენ, რომ აშენებდნენ რეგიონულ სტაბილურობაზე. და ყველა მტკიცებულება, რაც არის ტყვიები, რომლებიც ამერიკელებისკენ მიფრინავს, უბრალოდ ვერ ხედავენ. ხო, ეს იყო რჩანს აშკარას სურვილზე დაფუძნებული აზროვნება, მაგრამ როგორც ობამაზე თქვი, სალივანი ციცი, ისიც ჭკვიანი ბიჭია. მაგრამ გონია, როცა ყველაფერი რაც გინდა ირანთან დაახლოება, ყველაფერი რაც ამას ხელს უშლის, უბრალოდ უხერხულობაა და უნდა გადადო გვერდზე. ამიტომ ირანის წინააღმდეგ წასვლა საფრთხის მოცილება იმის გარკვევა რამ გამოიწვია 7 ოქტომბერი და რასაც ჰუთები აკეთებდნენ საერთაშორისო გადაზიდვებზე, ეს მათთვის უბრალოდ არ მუშაობს. ეს უნდა უგულებელყონ. ისინი ამას განსაზღვრავენ. მათ უგულებელყვეს ეს, მაგრამ ასევე განსაზღვრავენ როგორც პალესტინურ-ისრაელის კონფლიქტს, რომელზეც ჰუთები თითქოს მიეწებდნენ. ამიტომაც იმ პერიოდში მათი მთელი პოლიტიკის ფოკუსი იყო, რომ მიეღწიათ ცეცხლის შეწყვეტისთვის ღაზაში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შემდეგ ყველაფერს რეგიონში შეკავებდა. მე სხვა ვარაუდი და გამოვდივარ, რომ პრობლემა იწყება თეირანში და ჩვენ უნდა შევაკავოთ თეირანი. და როცა ვფიქრობთ ამ მეორე ხარისხოვან ასპარეზებზე, მათ შორის ისრაელ-პალესტინის არენაზეც, as if it is the ისე თითქოს ეს არის. ავტონომიური და მოქმედებს თავისი წესებით, ისევ და ისევ ეს სულელის საქმეა. კი, ეხლა კიდევ ერთი მითია, რომელსაც თქვენ განიხილავთ, იყო იდეა, რომ თეირანი მზად იყო კომპრომისისთვის, მაგრამ რომ ტრამპმა წელს ომი აირჩია. რატომ შეერა ვინმეს, რომ ირანელები მზად იყვნენ გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც ამერიკას სურდა, დაეთმოთ ბირთვული იარაღი ან სხვა რამ, თუ ისინი ძალით არ აიძულეს ამას. რადგან რეალურად ტრამპმა მათ, იცით, ბევრი შესაძლებლობა მისცა სწორედ ამის გასაკეთებლად. კარგი, როგორც ჩანს, მათ მაგიდაზე დადეს. if we can თუ ომანის შუამავლებს დაუჯერებთ და მე არ მაქვს მიზეზი არ დაუჯერო მათ. მათ მაგიდაზე დადეს JCPOA-ის ტიპის შეთანხმება, გამდიდრებული ურანის გარკვეული რაოდენობის განზაობის განზავება, მისი გაზის ფორმაში გადაყვანა და გამდიდრებაზე დროებით შეზღუდვებზე შებზე შეთანხმება. და ტრამპმა ეს უგულებელყო. ხო, კი, მაგრამ იცი, უბრალოდ იგივე გაკეთება, რაც ობამამ გააკეთა, აშკარად ვერ მოაგვარებდა პრობლემას. და ამ ახალ გარემოებებში, როცა მათ აქვთ რაკეტები, დრონები და ყველაფერი, ეს ვერ მოაგვარებდა პრობლემას. ეს უბრალოდ დროს მისცემდა მათ, რომ გაეზარდათ თავიანთი უზარმაზარი არსენალი. მართალია. ეხლა ვფიქრობ, ომის შესახებ ყველაზე ტოქსიკური მითია ის, რომელიც როგორც მემარცხენეებში, ისე ანტისემიტურ მემარჯვენეებში რწმენის საკითხად მიიჩნევა. ამასაც დავამატებ.
იდეა, რომ ისრაელმა ამერიკა ომში ჩაითრია. რატო არის ასე მნიშვნელოვანი ტრამპის კრიტიკოსებისთვის, რომლებიც სხვა ყველა შემთხვევაში მას როგორც პოტენციურ იმპერატორს, უკონტროლო ადამიანს ავიქვამენ, მაგრამ მაინც ებრაელებს აბრალებენ ამას. თითქოს ტრამპი ამას ნეთანიაჰუს გარეშე არ გააკეთებდა. იმიტომ რომ ვერ აღიარებენ, რომ ის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. თუ ამას აღიარებენ, თუ აღიარებენ, რომ ყველა წინა ამერიკელი დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონიდან მოყოლებული ამბობდნენ, რომ ირანისთვის ბირთვული იარავის ქონა სრულიად მიუღებელია. თუ ამას აღიარებენ, თუ აღიარებენ, რომ მათი პოლიტიკა ვერ აჩერებდა ამას და შემდეგ აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპი აჩერებს ამას, უნდა თქვან, ნახეთ, ჩვენი მთელი წარმოდგენა თავიდანვე არასწორი იყო. ამიტომაც უნდა გადააქციონ ტრამპი რაღაც მოთხოვებულად, მასხარად, კაცად, რომელსაც მხოლოდ ამპარტავნება ამოძრავებს. და შემდეგ გვჭირდება ბიბი ნეთანიაჰუს სვენგალის მსგავსი ფიგურა, რომ შემოვიდეს საქმეში, რათა ესეც ვთქვათ პროცესში. შემდეგ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიდი უნდობლობა, რაც პროგრესისტებს აქვთ ისრაელის მიმართ, რაც შენ და მე ვიცით, ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული. მაგრამ მათ შეუძლიათ ეს გადაახარისხონ, როგორც გონივრული ამერიკელის, ამერიკული ინტერესების გონივრული მმართველობის სახით. დიახ, ანუ აშკარად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელი დემონიზებული იყოს, რომ ისრაელი იყოს დამნაშავე. და აშკარად ეს გადაკვეთს გარკვეულ იდეოლოგიურ ხაზებს. იმიტომ, რომ ეს იგივეა, რასაც ტაკერ კარლსონი და მისი ეკო ჩემბერი აკეთებენ. იქნება ეს მეგან კელი, კენდას ოუენსი, თუ კიდევ უფრო გიჟური ადამიანები. ეს უნდა იყოს, მათ უნდა დააბრალონ ეს ებრაელებს. მათ უნდა დააბრალონ ეს ისრაელს, რადგან თითქოს თუ ისრაელი არის სანდო აშშშ-ოს მოკავშირე, რომელიც აშშშ-ოსთან ერთად იბრძვის. რომ არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების, არამედ ამერიკის ინტერესების წინსვლას ემსახურება, მაშინ მათთვისაც აღარ აქვს აზრი სამყაროს. არა, მათი პარადიგმაც იშლება. მათი პოლიტიკის რეკომენდაციები იდენტურია პროგრესულების რეკომენდაციებთან, მაგრამ უფრო ფართო თეოლოგიური პარადიგმა, რომელშიც ისინი მოქმედებენ, განსხვავებულია. ისინი ფიქრობენ, რომ ისრაელი და ისრაელის მხარდაჭერა ტრანსნაციონალური ელიტისა და ამერიკული ელის კორუფციის კომერიკული ელიტის. კორუფციის შედეგია, რომელიც ამერიკის ინტერესებს არ იცავს. ამიტომ ისინი იმავე პოლიტიკამდე მიდიან განსხვავებული გზით, მაგრამ არგუმენტები, საბოლოო არგუმენტები იდენტურია. იცი, ვფიქრობ, თუ ტრამპის მხარდამჭერებს შევხედავთ, ისინი ამას არ იჯერებენ, იცი, გამოკითხვები აშკარად გაყოფილია. ისევე როგორც ბევრი რამ, ესეც გაყოფილია. ცხადია, დემოკრატებს ჯერათ ამის, იცი, და რესპუბლიკელების უმეტესობა ტაკერ კარლსონს არ ეთანხმება. მაგრამ როდის ხედავ ამას ამერიკის საგარეო პოლიტიკის საერთო კონტექსტში? არის ეს მემარცხენე, მემარჯვენე იზოლაციონიზმი, იცი, როცა გლობალისტები და იზოლაციონისტები ერთიანდებიან ისრაელის დემონიზაციისთვის. იცი, გამოკითხულების მიხედვით ეს მომავლის ტენდენცია, ეთანხმები? არა, არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი შესაძლო მომავალია, მაგრამ ჩვენ ბრძოლა გვაქვს წინ და უნდა ვიბრძოლოთ. მე ვფიქრობ, ბევრი ადამიანი, რომლებიც იმეორებენ ტაკერ კარლსონის არგუმენტებს, არ არიან თავგამოდებული ანტისემიტები, მე ვფიქრობ. They are მათ მართლაც აქვთ კრიტიკა ამერიკელი ელიტის მიმართ. მათ აქვთ კრიტიკა პროგრესივიზმის მიმართ. და ამ მომენტში ამის გამოსახატავად იყენებენ ერთგვარ შემოკლებულ ფორმას. არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისრაელელებს მართონ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მაგრამ ვფიქრობ, თუ ჩვენ საკმარისად ნათლად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს არგუმენტებს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესახებ. თუ აუხსნით, რატო თვლის დონალდ ტრამპი, რომ ისრაელი არის სამაგალითო მოკავშირე სხვა ნებისმიერ მოკავშირესთან შედარებით,
ვფიქრობ, შეგვიძლია ეს ადამიანები ამ არგუმენტებიდან ჩამოვიშოროთ. რასაც გულისხმობ არის ის, რომ არ ვფიქრობ, რომ ანტისემიტიზმი მათ დნმ-შია ჩამჯდარი ისე, როგორც მჯერა, რომ ტაკერ კარლსონის დნმ-შია ჩამჯდარი. ფიქრობ, რომ მას რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სოფლიოს ანტისემიტური პრიზმით უყურებს. არ ვფიქრობ, რომ მასთან კამას აზრი აქვს, მაგრამ გონია, რომ ბევრი ადამიანი, ვინც მას მიხვება, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრების დიდი გამოცდილება არ აქვთ, შეგვიძლია შევცვალოთ. მაგრამ ამისთვის უნდა ვიმოქმედოთ. ისინი თვითონ არ შეიცვლებიან, უნდა ვიკამათოთ მათთან. ამ ომის წარმატება, როგორც არ უნდა გამსაზღვროთ ის, დიდ გავლენას მოახდენს სამსაკითხის გადაწყვეტაზე. კი, ეს ნამდვილად გააბათილებს ზოგიერთ არგუმენტს. ტაკერ კარლსონმა ასე თქვა, დაგანა არ თქვა, რომ 10,000-ობით ამერიკელი დაიღუპებოდა და ჩვენ 10-ც კი არ ყავს. ბოლოს რაც ვნახეთ, 13 ან 14 ჯარისკაცი ყავდა დაკარგული. ცხადია, იმ მამაკაცებისა და ქალების ოჯახებისთვის ეს საშინელი ტრაგედია. მაგრამ სხვა ესეთი მასშტაბის კონფლიქტებთან შედარებით, დაღუპულთა რაოდენობა დიდი არ არის. და ეს არაფერს გავს იმას, რასაც ტაკერ კარლსონი და სხვები ამბობდნენ, რომ მოხდებოდა. ხო, ანუ დღეს დილით წავიკითხე სტატია როჯერ სტოუნთან და სპექტატორში, სადაც ამბობენ, რომ ამერიკული დანაკარგები 10,000-ებს მიაღწევს თუ ისრაელის მომხრეები არ შეჩერდება. რაც არის? მეუბნები რაღაცას, რაც არ ვიცოდი. არ ვიცოდიოდი, რომ როჯერ სტოუნი ამაში იყო ჩართული. მოიცადე ბოდიში. ეს როჯერ სტოუნი, რეჟისორი. თუ როჯერ სტოუნი არა ონი, არა. პოლიტიკური ფიგურა. ოკეი. ტრამპ. არ ვიცოდი. არ ვიცოდი, რომ ამის წინააღმდეგი იყო. ეს იმ კონტექსტში იყო, რომ მას ლაურა ლუმერთან გამათი ჰქონდა. აჰა, კარგი. და ის მას ადანაშაულებს, ხო იცი? ის მას ადანაშაულებს, თითქოს ტრამპი შეცდომაში შეიყვანეს. ძალიან. სულელურია. ხო, ვეთანხმები, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ტოქსიკურია. არა, სულიად ტოქსიკურია, ხო. ხო, ესე რომ ვფიქრობ, პირადად მე მგონია, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში და როგორ შეხედავენ ამ საკითხს. და შენ როგორ წარმოიდგენ ამას? იცი, არ მინდა კატასტროფულად ვიფიქრო და არც ზედმეტად ოპტიმისტურად, მაგრამ ნამდვილად თუ. თუ ამას კარგი შედეგი არ მოხვა, თუ ეს უსასრულოდ გაგრძელდა, რაც მე არ გონია, რომ ტრამპი გააკეთებს, ან თუ როგორღაც ტრამპი შეთანხმებას დათანხმდა და ირანელებს ფაქტობრივად დანებდა, ცხადია, ეს ძალიან გააძლიერებდა ცუდი ადამიანების პოზიციებს. მაგრამ ესენი მხოლოდ სცენარებია. ნახავთ რა მოხდება. შემდეგი მითია თქვენ სიაში ის აზრი, რომ ირანის წინააღმდეგ ბრძოლა აშშ-ს ჩინეთის საფრთხეზე რეაგირების განაშორებს. ეხლა ეს ყველა საგარეო პოლიტიკურ საკითხზე გადმოკიდებულია. იქნება ეს უკრაინა თუ სხვა რამ, ყოველთვის ისმება კითხვა, ეს ეხმარება თუ აზიანებს ჩინეთთან მიმართებაში. მაგრამ გონია, ამ შემთხვევაში ჩინეთის მოკავშირე ირანისთვის საშუალების მიცემა, რომ დომინირებდეს ახლო აღმოსავლეთში, პეკინის გამარჯვება იქნებოდა და არა აშშ-ს ინტერესებისთვის სასარგებლო. ეს პეკინისთვის სრული გამარჯვება იქნებოდა. ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის სტრუქტურა, რომელიც JCPOA-მ ჩამოაყალიბა, უზარმაზარი სარგებელი მოუტანა ჩინეთს. რადგან პირველ რიგში We were ჩინეთი ირანიდან ნავთობს წარმოუდგენელი ფასდაკლებით ხედულობდა. დაახლოებით $40 50 ცენტად. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გსურთ მისი გამოთვლა. $60 60% რაღაცა მსგავსი. ამავე დროს ირანის მიერ ამ გადახდების მოსაგვარებლად შექმნილი ჩრდილოვანი საბანკო ქსელის მეშვეობით ჩინეთი ქმნიდა სისტემას. ხანდახან დოლარებით ვაჭრობისთვის. ისინი იხდიდნენ იუანში, მაგრამ შემდეგ ის დოლარებში გადაიქცეოდა. ისინი აწყობდნენ ალტერნატიულ სისტემას, რომელიც ამერიკულ სანქციებს უძლებდა. ეს მათ მისცემდა შესაძლებლობას, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ისეთი გზებით ევაჭრათ, რაც შეერთებული შტატებისთვის საზიანო იყო. და ირანის რაკეტებისა და დრონების საფრთხის გაზრდით, ისინი ზეწოლას ახდენდნენ შეერთებული შტატების სპარსეთის ყურის მოკავშირეებზე, რათა ისინი ჩინეთისკენ გადახრილიყვნენ. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მას შემდეგ, რაც JCPOA გაფორმდა, დიდი სტრატეგიული დაბალანსება მიმდინარეობდა. და ეს დაინახეთ მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლებმაც შექმნეს ჩრდილოვანი საბანკო სისტემა.
ჩინეთის მიერ ირანისთვის ყველა გადახდა დუბაის გავლით ხორციელდება და მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა იცვლება და ეს ომის კარგი შედეგია. მაგრამ მთავარი საკითხი დრონებია და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტები. China ჩინეთი ირანს აწვდიდა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს და მნიშვნელოვან ქიმიურ ნივთიერებებს ამ ბალისტიკური რაკეტების ასაშენებლად. ისრაელმა გაანადგურა პლანეტარული მიქსერები, რომლებიც გამოიყენებოდა საშუალო მანძილის მხარსაწვავზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტების ასაშენებლად, რაც ასეთ დიდ საფრთხეს უქმნის ისრაელს. ისრაელმა ეს გაანადგურა 2024 წლის ოქტომბერში. მათ მაშინ გამოთვალეს, რომ ირანელების წარმოების შესაძლებლობა 1 წლამდე ვადით შეაჩერეს. ჩინელები მაშინვე ჩაერთნენ და მისცეს მათ საჭირო მიქსერები და ქიმიური წინამორბედები, რათა შეექმნათ მყარი საწვავის პროპელანტი. და რატომ? ნახე, იონათან მათ ამით რამდენიმე რამ მიიღეს. პირველ რიგში მათ ირანს აძლევენ შესაძლებლობას დახუროს ჰორმუზის სრუტე, ხოლო ჰუთებს ბაბ-ელ-მანდების სრუტე. და ეს ჩინეთისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუ ტაივანის გამო ომი დაიწყება, რადგან თლიანი. სოფლიო ენერგორესურსების 20% ჰორმუზის სრუტეში გადის. ჩინეთის ყველა აღმოსავლეთ აზიელი მოკავშირე, ესენია სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი, ავსტრალია, ინდოეთი, ყველა დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე. ამიტომ ომის შემთხვევაში ჩინეთს შეუძლია ენერგორესურსების მიწოდება გადაუკეტოს. მის ნტრებს. მათ ირანელებს არა მხოლოდ გადასცეს რაკეტები, ან მათი ძირითადი კომპონენტები, არამედ სამიზნეების მონაცემებიც გადასცეს. და მათ ჰუთებსაც გადასცეს სამიზნეების მონაცემები, რათა ჰუთებს ამერიკული გემების შეტევა შეძლებოდათ 7 ოქტომბრის შემდეგ. ემბარგო ან ბაბ-ელ-მანდების სრუტის ბლოკადა. ჯონათან, სოფლიოში 3 სუბიექტია, რომელსაც გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები აქვს. და ესენი არიან ჩინეთი, ირანი და ჰუთები. და ამის მიზეზი არსებობს. გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა შექმნილია მხოლოდ ერთი მიზნისთვის და ეს მიზანია ამერიკული ავიამზიდების შეტევა, როდესაც ისინი ძალიან ვიწრო სივრცეებში მანევრირებენ. ამიტომ ჩინეთი იყენებდა ჰუთების თავდასხმას ამერიკულ გემებზე, ამერიკის საზღვაო ძალებზე, როგორც ლაბორატორიას იმის შესასწავლად, თუ როგორ მოიქცეოდა შეერთებული შტატები ტაივანის ომში. ამიტომ ჩინური თვალსაზრისით თქვენ უყურებთ ამას და ფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი გზაა. შეერთებული შტატების იძულებისთვის, გადაიტანოს რესურსები აღმოსავლეთ აზიიდან ახლო აღმოსავლეთში. ეს ჩემთვის შესანიშნავი გზაა, რომ გიყურებთ თქვენ. ეს არის საბრძოლო ლაბორატორია, რომლის მეშვეობითაც შემიძლია შევისწავლო, როგორ მოიქცევიან ამერიკელები. და თუ ასეთი ომი იქნება, ასევე შემიძლია ნავთობის მიწოდება შევწყვიტო ჩემს მტრებს. და სხვათა შორის ამ ყველაფრის პარალელურად ირანიდან ძალიან იაფ ნავთობს ვიღებ. ამიტომ ტრამპი აქ ძალიან მნიშვნელოვნად ცვლის სცენარს მათთვის. მე ვფიქრობ ეს ოსტატური სვლაა და ის იმ ყურადღებას ვერ იღებს, რასაც იმსახურებს. მე ვფიქრობ, რომ ამ ოპერაციის შედეგად ჩინეთთან მიმართებაში აშშ-ისთვის მიღებული სარგებელი იმ ყურადღებას ვერ იღებს, რასაც იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა თქვენი მითების სიის ბოლო არწმენა, რომელიც თითქმის უნივერსალურია მემარცხენეებში, რომ ტრამპი და ნეთანიახუ ომზე შეპრობილი მითომანიაკები არიან. განა ეს უბრალოდ ავტომატური დემონიზაცია არ არის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, რომლებიც რეალურად საკმაოდ ფრთხილები იყვნენ. მე ნამდვილად ვიცი, რომ ნეთანიახუ ყოველთვის ძალის გამოყენების მომხრე იყო. მაგრამ იცით, როგორც სხვა კონტექსტებშიც გითქვით, ეს ერთგვარი რელიგიური რწმენაა. ხო, თუ იცით, მე შევნიშნე, რომ პოლიტიკა დღეს იმ როლს ასრულებს, რასაც ადრე რელიგია ასრულებდა ადამიანების ცხოვრებაში. ასე რომ მათთვის ეს უნდა იყოს მთავარი. შენი მთავარი მოწინააღმდეგეები ეშმაკები უნდა იყვნენ. ხო, ეს არის ის, რაც გაძლევს კარგ და ღირსეულ განცდას. და ზუსტად როგორც ადრე ვთქვით სხვა კონტექსტში, თუ ისინი მოქმედებენ გონივრულად ისე, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მაშინ მთელი პროგრესული მსოფლმხედველობა ინგრევა. მაგრამ ასევე ვგულისხმობ იმას, რომ
თუ აშშ-ისა და ისრაელის ალიანსი, როგორც ეს ტრამპმა და ნეთანიაჰუმა ამაღლეს, მუშაობს, მაშინ ეს სრულიად ცვლის ახლო აღმოსავლეთის წესრიგის მთელ კონცეფციას, რომელსაც პროგრესულები აქამდე უშედეგოდ ცდილობდნენ აეგოთ. ისინი ამაზე იბრძოდნენ. გახსოვთ 5 არა ან 3 არა ჯონ კერის მხრიდან. Oh yeah, right. About რომ ცდილობდა მშვიდობის დამყარებას არაბულ ქვეყნებს, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელს შორის, სანამ ორსახელმწიფოიანი გადაწყვეტა იქნებოდა მიღწეული. და ეს მათთვის თითქმის რელიგიას გავს. არა, ეს ვერ მოხდება. ეს ვერ მოხდება. ხდება. ასე რომ ეს მსგავსია. აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ურთიერთობა ხდება ამერიკული წესრიგის საყრდენი რეგიონში. ისინი ამას მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომაც ეხლა ვერ დათმობენ და ამის ერთადერთი გზა არის იმის თქმა, რომ ეს ადამიანები გიჟი ომის გამჩაღებლები არიან. არა, ანალიტიკოსების, კოლუმნისტებისა და ისტორიკოსების ერთ-ერთი საყვარელი ვარჯიშია ისტორიული ანალოგიების თამაში. ირანში ომმა ბევრი შეცდომაში შემყვანი ანალოგია გააჩინა, ჩემი აზრით. მინდა თქვენი რეაქცია მოვისმინო ორ ყველაზე პოპულარულ ანალოგიაზე. პირველ რიგში, თუ აშშ-ს მოუწევს ჯარების გადასხმა ხორმუზის სრუტის გასახსნელად, იქნება ეს როგორც ზოგი ამბობს, განწირული იმისთვის, რომ გაიმეოროს ის, რაც ბრიტანეთმა და უინსტონ ჩერჩილმა გააკეთეს პირველ გალიპოლის ექსპედიციაში პირველ მსოფლიო ომში. არა, ნახეთ, ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ძალიან კარგად აცნობიერებს სახმელეთო ჯარების შეყვანის საფრთხეებს. მას ამის გაკეთება არ უნდა. And ვფიქრობ, that's blockada. is it იყო ოსტატური გზა. ირანელებს ეს ბარათი აქვთ. მართლა ყველაფერი რაკეტებსა და დრონებზე მოდის, მაგრამ მათი დახმარებით ისინი შეძლებენ სრუტის დახურვას. და ტრამპმა სიტუაცია შემოატრიალა და უთხრა: "კარგი, თუ თქვენ სრუტეს ყველასთვის დახურავთ, ჩვენ თქვენთვის დავხურავთ მას." და ახლა როცა იქ დამატებითი რესურსები გვაქვს, შეიძლება შეძლონ სრუტე ყველასთვის გახსნან და ირანისთვის დახურონ. ვნახოთ. არ ვიცი. არ მოქვს საკმარისი წარმოდგენა ადგილზე სამხედრო ბალანსზე, რომ ვიცოდე როგორი რისკისა და სარგებლის გათვლაა იქ. მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ირანის რეჟიმის ცხოვრების გასამწარებლად, ვიდრე მას აქვს ჩვენი ცხოვრების გასამწარებლად. მან უკვე ითამაშა თავისი კარტები. ეს იმდენად გამწვალ და რამდენადაც რეალურად შეიძლებოდა გამწვავებულიყო. ვფიქრობ უკვე ყველაზე ცუდი ვნახეთ. And სულ მცირე ვიცით რა არის ყველაზე ცუდი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი არჩევანი გვაქვს. და ყოველ დღე რაც გადის, ჩვენ მეტი არჩევანი გვიჩნდება, ხოლო მათ ნაკლები. არც მე ვხედავ ამას როგორც გალიპოლის, მაგრამ თუ გინდა რომ ტრამპი დამარცხდეს, არა, მაგრამ ეს ჰაერიდანაც შეიძლება გაკეთდეს, ანუ შეგიძლია კარგის კუნძული და ჯასკი ჰაერიდან გაანადგურო. და ალბათ არც კი გჭირდება ყველაფერი მთლიანად გაანადგურო, მე ასე ვიფიქრებდი. მე ნავთობის ინჟინერი არ ვარ, მაგრამ ვარაუდობ, რომ ალბათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წერტილია კვანძები, რომლებიც თუ გაანადგურებ მთელ სისტემას გამორთავ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ხომ, კიდევ ერთი პოპულარული ანალოგია, რომელიც ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა ნიუ ფერგიუსონმა წამოაყენა, ირანის ომს 1956 წლის სუეცის კრიზისს ადარებს. ფერგიუსონი ის ადამიანია, ისევე როგორც ბევრი სხვა, ვინც ირანზე წერს, ვისი ანალიზით ძალიან დიდ პატივს სცემ. ამიტომ, როცა ის ამას ამბობს, ნამდვილად მაფიქრებს. შენს კარგად იცნობ სუეცის კრიზისს, შენი ნაშრომებისა და ციგნის, აიკის ავანტიურის გამო. რას ფიქრობ იმ შესაძლებლობაზე, რომ შეიძლება მივდიოდეთ ისეთივე კატასტროფისკენ, როგორც 1946 წელს მოხდა? მე ესე არ ვფიქრობ. მე უბრალოდ ასე არ ვფიქრობ. ყველა მიზეზის გამო, რაც ახლა ხან თქვი, უპირატესობა ჩვენ გვაქვს. კონფლიქტის ეკონომიკურ ასპექტში გარკვეული მსგავსებები არსებობს. აქ არხთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ 46 წელს სუეცის არხი იყო მთავარი არტერია, რომელიც დაიბლოკა. მაგრამ ეხლა გვაქვს ჰორმუზის სრუტე. არსებობს, იცით, რაღაცით 46 წელთან მსგავსებაა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ აქ ბრიტანეთის როლს ვასრულებთ და ჩვენი ძალა იკლებს. ვფიქრობ, ჩვენი ძალა იზრდება. დიახ, ანუ ბრიტანეთი იყო ძალა, რომელიც იკლებდა როგორც საფრანგეთიც. იცით, ისრაელსაც თავისი მოტივები ჰქონდა ამაში მონაწილეობის მისაღებად.
მაგრამ ეს უბრალოდ იცით ძალიან გადაჭარბებულად მეჩვენება, მაგრამ გონია თუ გჯერათ რომ ეს რაღაცა და ვფიქრობ ბევრ ადამიანს მემარჯვენე ფლანგზე ესეც უყვარს. იმიტომ რომ ფიქრობენ რომ იცით რომ გვიანი რესპუბლიკის პერიოდის რომი მათი საყვარელი ანალოგია შეერთებული შტატებისთვის, ან იცით გვიანი იმპერიის ბრიტანეთი. მაშინ იცით ყველაფერი უიმედო და პირქუში გონიათ. ხო, არა, მე მემარჯვენე ვარ. მე მტკიცე მხარდამჭერი ვარ დონალდ ტრამპის. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი კრიტიკა, ჩემი თანამოაზრე მემარჯვენეების მიმართ არის ის, რომ მათთვის ყოველთვის 5 წუთია შუა ღამემდე. ან იცით, ზოგ შემთხვევაში პოლ კონსერვატორში არის სპენგლერი. ხო, დასავლეთის დაცემა. ხო, დასავლეთის დაცემა. და მართლა იცით ეს არის მთავარი ბრძოლა და თუ ამას 100%-ით სწორად არ გავაკეთებთ, ყველაფერი დასრულდება. რი დასრულდება? და მე არ დავობ ამაზე ხალხთან, რადგან ეს ადამიანების ემოციურ განწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც თუნდაც საშინლად დავაშავოთ და მე ასე არ ვფიქრობ საერთოდ არა პირიქით. მაგრამ თუნდაც ასე მოხდეს, ვფიქრობ ჩვენ მაინც ვიქნებით აქ. ბორბალი ყოველთვის ტრიალებს. ჩვენ კიდე ბევრჯერ გვექნება შანსი. დიახ, ვფიქრობ ჯერ კიდევ ბევრი კარგი მიზეზია რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ამერიკისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ. რა თქმა უნდა, ირანში კარგი შედეგი დიდად შეუწყობს ამას ხელს. მაგრამ ეს პესიმისტური განწყობები ვფიქრობ ემოციურად დამაკმაყოფილებელია ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ აუცილებელი არ არის რომ ამ კონტექსტში ყველაზე ლოგიკური იყოს. მოусმინეთ, მე პოლიტიკურად გაცნობიერებული 1970-იან წლებში გავხდი და მაშინ ყველა ამბობდა, რომ 1960-იანი წლები ცივილიზაციის დასასრული იყო. There's no that is said. ცივილიზაცია ისევ და ისევ იშლება და მაინც აქ ვართ. ხო, ისინი ებრაელებს უწოდებენ მარად მომაკვდავ ხალხს, მაგრამ ესეც მართალია. მადლობა მაიკ, რომ დღეს შემოგვიერთდი. შეგიძლია უთხრა ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს, როგორ შეუძლიათ შენი საქმიანობის თვალყურის დევნება. მე ჰადსონის ინსტიტუტში ვარ და Twitter-ზე ვწერ სახელით Duranimate-edi. ასევე მაქვს პოდკასტი გოტიტაობთან ერთად, რომელსაც ეწოდება Israel Update. ეს არის Tablet Magazine-ის Israel Update. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად მრიურად მოусმინოთ ჯონათან ტობინის ყოველდღიურ გამოშვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, გვისმენთ თუ არა ერთ-ერთ მათგანზე, თუ გვიყურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონეთ და ან გამოიწერეთ JNS. Dați capune zarze rumigot შეტყობინებები და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვეტყობინეთ სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. მადლობა. მადლობა ჩვენს აუდიტორიას. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და საკუთარი აზრის ფორმირება. შევხვდებით მომავალ კვირას.